გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. გამარჯვებით. ეს ძალიან საქმიანი და კონსტრუქციული საუბრისთვის ვარ ჩვენ მზად. შემოგვიერთება არა მარტო დღეს, არამედ ამ დღეებში ალბათ ძალიან ბევრი, ვისაც ექნება სურვილი გამოთქვას თავის მოსაზრება, ეს შეუძლია. საქმე ეხება ძალიან დიდი პიროვნებების მიერ დაარსებულ ტელევიზია ქართული ტივის რეორგანიზაციას იმ პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც თავშივე იყო ჩადებული მართლაც ამ დიდი კორიფეების მიერ და ჩვენ გავიარეთ გარკვეული ეტაპები, რომელიც დაკავშირებული იყო პირველი ეტაპის რაღაც გარკვეულ წარმატებასთან. ეს დასრულდა ძალიან დიდი როლი შეასრულეს ადამიანებმა, ვინც ამ პერიოდში ემსახურებოდნენ ტელევიზიას. იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ სამეთვალყურეო საბჭოს ბატონ რომან რურუას ხელმძღვანელობით, იქ ყველაფერი ასახულია. ვამზადებთ მარტის დასაწყისში იქნება დიდი შეხვედრა, ნებისმიერ პიროვნებას ექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს. მანამდე ალბათ რამდენიმე გადაცემა შედგება ამ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული. ეს განსაკუთრებული მომენტია, რომ ნებისმიერ პიროვნებას, თუნდაც ახლა ამ 1 საათს განმავლობაში ვიდრე ვიქნებით, შეუძლია მოვიდეს პირდაპირ ეთერში თავის მოსაზრება თქვას, აი ესე ღიად პირდაპირ ჩვენ განსაკუთრებულ პრინციპებს ვაყალიბებთ და როგორც ამისინ ბატონმა ალექსანდრემ თქვა, ჩვენ ადრე იყო ეს წინააღმდება და გაძლიერდება, რომ ქართული ჰაიდ-პარკი ტელევიზიის ჰაიდ-პარკიც იქნება, სადაც ნებისმიერს ექნება საშუალება თავის მოსაზრება გამოთქვას. დღეს ახლა პირველი შეხვედრაა, ჩვენი პირველი საუბარი იმ საორგანიზაციო, თქვათ, რაც შეიქმნა რეორგანიზაციის შტაბი, კომისია, სამუშაო ჯგუფი, როგორც გნებავთ ისე დაარქვით. მის ხელმძღვანელად არის რეკომენდირებულია ბატონი ალექსანდრე კასრაძე. ვთვლი რომ უაღრესად საინტერესო პიროვნება თავისი ბიოგრაფიით, ძუნწია თავის თავზე საუბარში და ზოგიერთ რამეს ვიტყვი, მაგრამ მაინც მინდა ვთხოვო, რომ ზოგიერთი რამ თვითონაც თქვას მერე, იმიტომ რომ 1000 მითქმა მოთქმა მიდის ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც ჩვენ დიდსულოვნად როგორც იტყვიან, ესე იგი უყურებთ, იმიტომ რომ რეალურად მართლაც დიდი ეტაპია გავლილი. ძალიან დიდმა ჯგუფმა ქალბატონი მანანა იმედაც ხელმძღვანელობით განახორციელა პირველი ეტაპი ძალიან წარმატებულად. მეორე ეტაპი გაცილებით რთულია და ამიტომ ჩვენ ამ მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს ფუნქციები სამეურნეო და შემოქმედებითი ერთქარმონიზებული უნდა იყოს, მაგრამ ერთმანეთისგან გაყოფილი და რაც შეიძლება საინტერესო ადამიანების მოსაზრებებს უნდა ვისმენდეთ. ბატონი ალექსანდრე კასრაძე ბევრს ახსოვს ალბათ დიდი პროექტით ქართულ სოფელთან დაკავშირებით. ბატონი შალვა კაჭარავას პროექტი, ეს ძალიან დიდი ხნისაა, რომელსაც პირველმა მხარი დაუჭირა სწორედ დიდმა კოსტავამ, შემდგომ იყო ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ძალიან დიდი მხარდაჭერა. მე მაშინ ქუთაისში ვიყავი და მახსოვს, რომ მოვიდა ეს დოკუმენტი ჩვენამდე და მეც მხარი დაუჭირე და ხელმოწერა უამრავი ადამიანისა ამაზე. ძალიან დიდი კარგი პოზიცია ეჭირა ბატონ ნოდარ ჭეթანავას იმ პერიოდში, რომ ეს განხორციელებული იყო უამრავ ხელმძღვანელს და ეს ის პროექტია, რომელსაც დიდი ეროვნული პროექტი ქვია და როდესაც ვთქვათ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რომ აი საორგანიზაციო შტაბი და შემდგომ აი ტელევიზიასთან დაკავშირებული პიროვნებები, სწორედ ეს ერთი დიდი პროგრამა, გარდა იმისა, რომ ბატონ ალექსანდრეს აქვს დამთავრებული სამხატვრო აკადემია, სწორედ ტელევიზიისა და კინოს მხატვრობის ხაზით, პიროვნება, რომელმაც დიდხანს იცხოვრა გერმანიაში, იმუშავა გერმანიაში, აი ამ მიმართულებით აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ხელობაში მაქვს სატელევიზიო კუთხით და არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ეხლა დადგა სწორედ ის დრო, როდესაც რაღაც არნახული პროფესიონალიზმი ჭირდება, თქვა დღეს საერთოდ საქართველოში სატელევიზიო საქმეს. მე მახსენდება ეხლა ბატონი მერაბ ბერძენიშვილის სიტყვები, როდესაც მივედით მასთან, ბატონი ამ შემდგომში ნახეთ ახლა როგორი შემადგენლობა იყო რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ესე მარტო ეს ორი პიროვნება ამ პიროვნების დასახელება, მაგრამ იქ გივი თოიძე, როგორ დიდი მხატვარი,
ომარ მხეიძე, დიდი ქორეოგრაფი. ნუ აი ყველანი რომ მივედით გითხრა რომ ეს ტელევიზიები დაუპავენ საქართველოსო და ერთი მართალი ტელევიზია ჭირდება ამ ქვეყანასო. არ აღმოჩნდა ადვილი ასეთ ტელევიზიის შექმნა. ჩვენ ძალიან ვწვალობთ ყველანი, დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვიდგა გვერდით, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ჩვენი აზრი იყო რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნებოდა მით უფრო ასეთი კორიფეები დგანან ამ ტელევიზიის სათავეებთან. ახლა დადგა დრო, როდესაც მოვიკრიბოთ ძალა, ჩვენ ძალიან დიდ კონსულტაციებში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უაღრესად ბევრი საინტერესო პიროვნების მოსაზრების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა გარკვეული კონცეფცია, რომლის განხილვა მიდის. ეს კონცეფცია დევს Facebook გვერდზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს. ჩვენ შევეცადეთ რომ ძალიან ცნობილი ექსპერტებისთვის გავგეგზავნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტს ვკითხეთ მოსაზრება და ხელოვნური ინტელექტის დასკვნა დევს ასევე Facebook-ზე არის მართლაც გამორჩეული, რომელიც ხაზგასმას აკეთებს, რომ ასეთი ტიპის ტელევიზიის შექმნა რაღაც ოცნება არის, როგორც ჩანს ეს იუნესკოში გვითხრეს თავის დროზე, რომ ჩვენ ოცნებობდით თუ ასეთ ტელევიზიის იდეა გაჩენილიყო და როდესაც თქვათ აი მომავალში ეს წელი თუ შევძლებთ ყველანი ერთად იმის გაკეთებას, რომ ამ წლის ბოლომდე ყველას ოჯახში შევიდეს ეს ტელევიზია, ყოველ შემთხვევაში ყველას ჰქონდეს საშუალება რომ ჩართოს თავის სახლში ტელევიზია, ეს ძალიან მძიმე და რთული ამოცანაა და შემდგომში საშუალება იყოს რომ ყველა ოჯახი გამოცხადდეს ძალიან დიდ შეკრებაზე, რომ ყველა ოჯახი გახდეს აქციონერი ტელევიზიის და ვინც ვერ შეძლებს ამას აღმოჩნდებიან ადამიანები ალბათ დარწმუნებული ვარ, რომლებიც მიეხმარებიან ამ დიდ საქმეს. ეს არის უაღრესად ეროვნული, უაღრესად რთული, უაღრესად მძიმე, ეს მარტივი საქმე არ არის. ამას ჭირდებით ყველანი, ამას ერთი და ორი კაცი ვერ გააკეთებს. მე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ ბატონ ალექსანდრესთან, არ დავმალავ ამას რომ ერთი 4-5 თვეა მასთან მიდის ჩემი საუბარი, როგორმე რომ თქვათ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. აი ბოლოს როგორც იტყვიან დავითანხმეთ იმ პირობით რომ ჩვენ ყველანი დაუდგებით გვერდით და აი ხლა მინდა სწორედ მას გადავცე სიტყვა, ამავე დროს ერთი რამ მინდა ვთქვა და აღნიშნო რომ ბატონი ალექსანდრე ამავე დროს ჩვენ ყოველთვის საუბრობდით ორგანული პროდუქტები და საქართველოსთვის უნიშნულოვანესია, მაგრამ მას გაცილებით უკეთესი ხედვა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ყოველ შემთხვევაში მავნებელი მაინც არ უნდა იყოს პროდუქტი, რომელსაც ვიღებთ ჩვენ. ამ კუთხით აქვს სერიოზული ანალიზი. ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს ემიგრანტებთან და ემიგრანტების დაბრუნების ძალიან კარგი ხედვა იმ ქართული სოფლის გათვალისწინებით, ადამიანი, რომელსაც აქვს კვების პროდუქტებთან დაკავშირებით ძალიან სწორი ხედვა, ისეთი როგორიც თქვა დღეს ამერიკაში ძლიერდება, თქვა იგივე კენედის გუნდი, რასაც აკეთებს იქ და ეს არის ძალიან საინტერესო და ჩვენ პირდაპირ კავშირებზე ვართ მათთან გასული ბატონი თენგი ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით. ბატონი ალექსანდრე, აი რითაც დღეს მსოფლიო ცხოვრობს და რაც დღეს საქართველოსთვის უპირველესია, ანუ ქვეყნის შიგნით სოფელს მივხედოთ, პროდუქტი რომელსაც ვიღებთ იყოს უვნებელი, თქვენი გამოთქმა ხო უვნებელი, ჩვენ სხვა მას ვამბობდით ადრე და რაც ეს ქართული სოფელი მართლაც ნიშანი იყოს და ეს მთელი მსოფლიო მასშტაბით, მაშინ თქვენ გადაცემებიც კი მიყავდათ ჩვენთან წლების წინ და რაღაც სასაულად კარგი მხარდაჭერა ჰქონდა. ნუ ერთ სიტყვით, აი ასეთი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პიროვნება, ყველა ადამიანი, ვინც ტელევიზიასთან ადრე იყო დაკავშირებული, არავისთვის ეს აბსოლუტურად არც ჩაკეტილია, ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს, ისევე როგორც მოსაზრება გამოთქვას. ჩვენ ყოველგვარი პირადი წყენებიდან იმიდან უნდა გადავიდეთ იმაზე, რომ არსებობს ქვეყანა, რომელსაც დღეს ჭირდება რაღაც არნახული თანადგომა და ამ საქმეში ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ალექსანდრეს ერთ-ერთი გარკვეული ჩვენ როდესაც დავჯერდით და ვსაუბრობთ 4-5 თვეა იყო ეს წინააღმდება და ამ სწორედ ამას მოყვა ის, რომ ჩვენ 26 მაისამდე მორატორიუმიც კი გამოვაცხადეთ ლანძღვა, გინებაზე, დაპირისპირებაზე და ვთქვით, რომ არ არის ქართული საქმე. მე ამ საღამოს
გადაცემაც მექნება და დიდი მადლობა ასავალ დასავალს, რომელმაც სწორედ ამ მიმართულებით აგერ უკვე რეზონანსმაც გამოაქვეყნა, სხვა გაზეთებიც, უკვე გარღვევა ხდება, სხვა ტელევიზიებიც ალბათ ნელ-ნელა მიგვიწვევენ და საქართველოს მოსახლეობა გაიგებს მეცნიერთა კონგრესის ძალიან კარგ პროგრამებს და ამ პროგრამებს სჭირდება პატრონი და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ პროგრამების პატრონი უნდა გახდეს ტელევიზია ქართული TV. ამისთვის უნდა სწორედ ამ მიზნით იქნებოდა ეს ბატონ მერაბ ბერძენიშვილის და სხვებს რომ მიაჩნდათ, რომ ერთი ეროვნული ტელევიზია ქართული, რომელიც არ იქნებოდა მიკერძოებული, არ იქნებოდა ფულით მართული, არ იქნებოდა პარტიული, არ იქნებოდა ჩვენი აი დოკუმენტი, რომელიც აი პირველი დოკუმენტი, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის სახში მოეწერა ხელი, ამ დოკუმენტში ისეთი საოცარი რამეები წერია, რომ ტელევიზიები პარტიების აგიტპუნქტებად იქცნენ. ნუ წარმოიდგინეთ ახლა როგორი სწორი შეფასება გაკეთდა მაშინ და ითქვა მთავარი უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა და დაიწყოს სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისთვის. აი ასეთ ღერძულ საყრდენებზე იქნება ამ ტელევიზიის ისა, იმიტომ რომ ეს ჩემი მოსაზრება კი არ არის. ეს მოსაზრება არის ამ წიგნში, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა და მიმიხარია რომ ბატონი ალექსანდრე დიდი სიამოვნებით ხვდება ამას ყველაფერს და იზიარებს, რაც მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს 10 წლის წინ და აქ შევიდა. შემდგომში უფრო სრულყოფილი აი ამ წიგნშია ჩამოყალიბებული ახალი განზომილება, რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ასეთი ტელევიზიის შექმნაა და ჩვენ ამ მასალებსაც დავდებთ ამ დღეებში, რომ გქონდეთ საშუალება ძალიან ბევრ ვინმეს რომ უგზავნიდა ტელევიზია ადრე და ეუბნებოდა პარტიას, თქვენ დრო გაქვთ, ეუბნებოდა ხელისუფლებას დრო გაქვთ, მაგრამ თავიანთ პარტიულ ტელევიზიებში უფრო გამოდიოდნენ, ვიდრე ესეთ ზოგად ქართული განწყობა აინტერესებდათ. ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნელ-ნელა დაირღვევა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება და გადავალთ ჩვენ იმაზე, რომ მართლაც იქნება საქართველოში ერთი მართალი ტელევიზია. ჩვენ როცა ვამბობთ ერთი მართალი, ხლა არ ნიშნავს ეს, რომ რასაც აქ იტყვიან, ესაა სიმართლე და ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ტელევიზია ყველას მიცემს საშუალებას, რომ თქვას თავისი აზრი, მაგრამ მე მივესალმები იმას, რომ ბატონ ალექსანდრეს ამ კუთხითაც აქვს თავის მოსაზრებები, რომ ეს ძალიან დიდ ზნეობრივ, ეთიკურ და იმ ფარგლებში უნდა იყოს, იმ ქართული სიდარბაისლით უნდა იყოს, რომ არავითარი ლანძღვაგინება, როგორიც ასე იყო ადრეც და ესე გაგრძელდება მომავალშიც და მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, იმიტომ რომ რატო ვაკეთებთ ამ გადაცემას ღიას, ჩვენ ძალიან ბევრი ამბობდა, რომ მოდი არ გვინდა არ გამოვიტანოთ, ჩვენ გავიტანეთ ეს და ბატონ ალექსანდრესაც არ ქონდა დიდი სურვილი, რომ ამაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ხალხის ტელევიზია და მოდით ხალხს დავეთათბიროთ და უთხრათ, გითხოთ, როგორ არის ესენი არა, მათ ის კი არ უნდათ, რომ ხალხს არ დათათბირებოდნენ, მაგრამ მოდით ჯერ ნელ-ნელა გავაკეთოთ, რომ არ დავიწყებთ დასაწყისშივე და შევთანხმდით ჩვენ ამაზე, რომ დასაწყისშივე უთხრათ, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, ურჩიოთ ერთმანეთს ბევრი რამ და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ყველანი ერთად მართლაც შევქმნით ეროვნულ სახელმწიფოებრივი აზროვნების მართალ ტელევიზიას, აზროვნების მართალ ტელევიზიას. რა ვიცი, ბატონ ალექსანდრე, რამე დავაკელი, უბრალოდ მე მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ისევე როგორც მე მადლობას ვეუბნებით ყველას, ვინცაც ადრე უმუშავნია. ეხლა ვინმე იკითხავს, მე ამ შემთხვევაში რა ისმე, მე ამ შემთხვევაში გამოდივარ როგორც მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენელი და მე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეცნიერთა კონგრესი იყო და რჩება ამ ტელევიზიის მთავარ პატრონად, იმის შემდგომ რაც დიდმა პიროვნებებმა შექმნეს ეს დოკუმენტი და მეცნიერთა კონგრესში, როდესაც ჩვენ ერთი 7 ვაკაციანი გუნდი შევქმნით და ვთათბირობდით ამ საორგანიზაციო ჯგუფს, მე უწევდი კოორდინაციას, მე ვსაუბრობდი უცხოეთში ძალიან ბევრ ვინმესთან და მე ამავე დროს ვარ ის პიროვნება, რომელმაც ერთი 10 დღე BBC-ს ტელევიზიაში გავიარე, როგორც იტყვიან და ტეჩერი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, მის აპარატში გავიარე, რას ნიშნავს საინფორმაციო, თქვათ აი ობიექტური ინფორმაცია რას ნიშნავს. სახელმწიფო ტელევიზია BBC, მაგრამ აბა ერთი ვინმე თქვას რაღაცა ჩვენთან გალანძღეს აქ და გააკრიტიკეს თუ რენუ ხა ესეც ჩემი აზრით არასწორა, ძალიან კარგი ის არის, მთავარი არის რომ რა განწყობის ადამიანები მოდიან. ჩვენ გვინდა რომ ვისაც აქვს საშუალება და სერიოზული წინააღმდება ყველას მიეცეს, ასეთია ამ დოკუმენტებში ჩადებული ბატონი ალექსანდრე იზიარებს, მან ყველაფერი ძალიან დეტალებში ნახა თავიდან, იმიტომ რომ ის იმდენად გამოცდილი პიროვნება და გერმანული სიზუსტით აწყობილი პიროვნება, რომ
ასე ადვილად არ დაეთანხმებოდა ამასთან, მე გითხარით, რომ თვეები დამჭირდა, რომ ესაუბრა მასთან, რომ ეს გადაწყვეტილება მას მიიღო და არა მარტო მე შევხვდი მას, ძალიან ბევრი ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრი და კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან კმაყოფილებას, რომ ასეთი ერუდიციის, ასეთი ინტელექტუალური აზროვნების და ასეთი გამოცდილების მქონე პიროვნება არის ამ შემთხვევაში იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც რეორგანიზაციის პროგრამას აყალიბებს და რეორგანიზაცია იქნება ისეთი, რომ ნებისმიერს, ვისაც ჩვენ მოვწონვართ, არ მოვწონვართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერს ექნება საშუალება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენი პირადი სიმპათიები და ანტიპათიები არ არის გამსაზღვრული. გამსაზღვრულია ხალხის განწყობა, მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია და როგორ უნდა შეიცვალოს. ბევრი თქვი თუ ცოტა ვთქვი თუ არ ვთქვი კარგად ვთქვი. დაუსრულებლივ მოგისმენდით. ძალიან დიდი მადლობა თბილისის სიტუებისათვის, ეს რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს წაახალისებს და ინიციატივას აძლევს. საღამოშტოებისა ძვირფასო მაყურებელო. დღეს ამ წუთში და ამ წამში ზუსტად ის განცდა მეუფლება, როდესაც დირექტორობა არ არის ის თანამდებობა, რომელიც რაღაც ზოგ-ზოგ ადამიანებში ალბათ გარკვეულ სიამაღას იწვევს. ხშირ შემთხვევაში მე ალბათ უკვე 30 წელიწადია დირექტორი ვარ სხვადასხვა კომპანიების, მაგრამ აქ უფრო მეტი რუტინა და პასუხისგებლობა ადამიანისთვის, ვიდრე რაღაცა თანამდებობრივი სტატუსით ტკბობის განცდის სურვილი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ქვეყანას ხშირად გარდამავალი პროცესები აქვს, სამწუხაროდ ეს პროცესები ყველა მთავრობა ახლა მე არა ვარ რადიკალური, ყველა თავისებურად ცდილობს ალბათ როგორც შეუძლია და მე არასოდეს არ ვარ მომხრე, რომ მხოლოდ ნეგატიური კუთხით დავინახო და შევაფასო სიტუაცია, იმიტომ რომ თუ ჯანმრთელი ადამიანი ხარ, კარგიც უნდა დაინახო და თუ ცუც ხედავ და თუ მოქალაქე ხარ ამ ქვეყნის, ცეთ პრაგმატულად და უფრო კონსტრუქციულად უნდა გამოიწვიო კრიტიკა, იმიტომ რომ კრიტიკა, ახლა მე მხატვრობაში ვარ, კრიტიკა არის, როდესაც გამოფენას აკეთებს მხატვარი და ითხოვს ეს მხატვარი პირიქით კრიტიკას, როდესაც კრიტიკა მოდის და აზიარებს ნებისმიერი ადამიანისათვის არის შეფასება და ამაში პირიქით კომფორტულად უნდა იგრძნო თავი, როდესაც დაინახო ისეთი ნაკლი და ისეთი რაკურსიდან დაინახონ შენი ასე ვთქვათ შემოქმედებითი პროცესი, რაც გაკლია. და ზუსტად ამაში მე ვხედავ, რომ ჩვენი დღეს სახვალიო ნაბიჯები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელ კრიტიკაზე აწყობილი. ჩვენ ახლა შიდა საუბრები გვაქვს, რან ვინაიდან ეს მაინც გასაცნობი საუბარია ჩვენ მაყურებელთან და ასე შემდეგ. თქვენის დებართვით თავისუფლებას მივცემ, რომ ოდნავ ეს ანატომიურად განვიხილო ეს საკითხი. აი წარმოიდგინეთ ნებისმიერი თქვენთაგანი, რომელიც მოვა გადაცემაში. ეს მოდით აი ძალიან ისე დისციპლინებულად შევხედოთ, რახან ესეთ ჩვენ გერმანია ვახსენეთ და რაღაცა ალბათ იმ გერმანულში, დღევანდელი კაცობრიობისთვის რაღაცა სტანდარტები მაინც მოიაზრება, ხარისხი მოიაზრება, პუნქტუალობა მოიაზრება და ის რაღაცა ისეთი მდგენელები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხლა არც ქართველს აკლია ტალანტი, შემოქმედება, მაგრამ ხანდახან ჩვენც ვიცით. რაც შეიძლება მოჭარბებული გვაქვს, შეიძლება რაღაც ისეთიც გვაქვს, რომელიც ხანდახან უკან გვხევს და უკეთესი იქნებოდა, რომ დაუშვათ ეს კომპონენტი უფრო დარეგულირებული ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში. უფრო პრაქტიკული ვიქნები. სატელევიზიო პოლიტიკა, ჩემის აზრით, იცით, ჩვენ ახლა წეღან საკვები ვახსენეთ და ჩვენ მოვიხსენიეთ ჩვენი ასე ვთქვათ ყოფიერებისათვის და არსებობისათვის ღვთისაგან არის შექმნილი ხო ხილია, ბოსტნეულია, ხორცი 1000 პროდუქტი და ისაც კი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ჩვენი და ჩვენი ბავშვების, არამედ ზოგადად თელ სოციუმზე, როდესაც სოციუმი დაავადებულია 1000 სენებით, შესაბამისად ეს არ მგონია სწორად იყოს ასახული მის აზროვნებაზეც და ჯანმრთელობაზე, ანუ სრულ კონსტიტუციაზე, როგორც ექიმები ამბობენ, ეს არ არის მარტო სისხლის ასე ვთქვათ გადაგვარების პროცესი, აქ არის ადამიანის გადაგვარებაზეც არის, მაგრამ როდესაც ძალიან მერიდება რო თქვა, ესეთი ტოქსიკური გარემო არა მარტო კვებაში, არამედ სოციალურ აზროვნებაშიც უკვე გაბატონებული ხდება ნელ-ნელობით. მე აი პირდაპირ ვიქნები ახლა როგორც გნებავთ დარგი სპეციალისტად ჩამთვალეთ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქედ, ხო? ხშირად ადამიანები გადაგილები მივდივართ. არის ერთ-ერთი განმუხტვის ახლა
იმ დროით და იმ დოზით როგორც იყო ადრე კინოში დავდიოდი, თეატრი არსებობდა, ოპერა არსებობდა, დღესაც არსებობს. რა თქმა უნდა, არავინ არ თქვას, რომ ესეთ უკიდურესობაში გადავედით, ის კი არა. საკუთარ ხელის გოლზე ტელეფონი ქვია, ესეთი გაჯეტი, რომელსაც ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებ. ამ ხელსაწყომს შეიძლება გაზეთით შეგიცვალოს, ტელევიზორით შეგიცვალოს, აბსოლუტურად და პირიქით უფრო ინტერაქტიულია და უფრო აქტიურია დღეს ადამიანი, მაგრამ მოდით აი ესე ვთქვათ რა, ძალიან ესეთ ცოტა ესეთ პარალელს გავაკეთებ. ხშირად შემიძლია მინდა სურვილი მაქვს, რომ ოჯახთან ერთად დავждე კინოფილმს უყურო. მით უმეტეს შემიძლია ის ფილტრებით გამოვთო, რასაც ქვია სპეციალისტის თვალით ყურება. უბრალოდ აი როგორც კარგი წიგნი წავიკითხო. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა დღევანდელი ტექნიკური საშუალებებით ალბათ 200-300 არხი გვაქვს, ხო ახლა ვის როგორ აქვს გააქტიურებული, მაგრამ 5 წუთის შემდეგ გიჩნდება სრული რომ გადართო, იმიტომ რომ არის ძალადობა, აი მთელი სიუჟეტი თითქოს შეიცვალა ადამიანების რომ აი გოდიშ ვიხდი ასეთი პარალელისათვის და ასეთი გულწრფელობისათვის, მაგრამ ნუ რეალობას ვხედავ რომ თუ არ არის ძალადობა და თუ არ არის ერთმანეთის მიმართ აი ტალახის შესხმის პროცესი და რაღაც არ არის საინტერესო, თითქოს სიუჟეტი დაკარგული აქვს ესეთ გადაცემას და ეს ჩვენი მოსახლეობაც ერთო ნუ მიწა რაღაცა ნარკომანიის ის აქვს სინდრომი, რომ თუ ეს აკლდება ეს ნეგატივი, ესე იგი გადაცემა არ არის საინტერესო. მე ასე ვხედავ, ისეთი ადამიანები ჩამოთვალეს, რომელთანაც მე პრაქტიკულად ყველას ვიცნობდი. ფიზიკურად ვიცნობდი, მეც მხატვრობის ოჯახიდან ვარ. ხოლო სამხატვრო აკადემია დიდი ოჯახია, სადაც იზრდებიან როგორც სტუდენტები, ისევე იქვე კორიფეები გვხვდება და კიდე წინათაობა და კიდე წინათაობა და ახლა ეს ადამიანები ჩემთვის დიდი მასწავლებლები იყვნენ, ჩემი ახლა ბატონი გივი ახსენეთ, თოიძე, ჩემი ოჯახის ახლობელი, ძალიან ახლობელი, მისი შვილი, ჩემი ძმის ნათლია და მეც ყოველდღიური შეხვედრა და რაღაც ის ცხონებული დღეს აღარ არის და უბრალოდ როგორც ოჯახის წევრი ისე მომაკვდა მე პირადად, მაგრამ ამ ადამიანებისაგან იმ მე ასე ვიტყოდი იმ კოლორიტებისაგან ბევრი რამე ვისწავლეთ. ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მხატვრები, ისინი ადამიანურადაც საინტერესო ანუ მოქალაქეობრივი ზნეობაც მაღალი ჰქონდათ და ეს მათი შემდგარობა ის კი არ იყო რომ კარგ სურათებს ხატავდნენ. მათთან ურთიერთობაც აი სტუდენტობის პერიოდში გზდიდა, აი მათთან ურთიერთობა და საუბარიც უკვე გვიცვლიდა, აი არა მარტო სახელმძღვანელო იყო, არამედ გადაშლილი წიგნი იყო თვითონ ესეთი ადამიანებთან ურთიერთობა. მე ასე ვფიქრობ, რომ კი, შეიძლება ყველა თაობას ჰქონდეს რაღაცა ნოსტალგიური ხედვა, რომ დაუშვათ მზე მაშინ უფრო კარგად ანათებდა და მაბატიეთ მაშინ ლიმონათი უფრო ტკბილი იყო. არა, ამაზე საუბარი არის, იცით, გაცილებით ჯანსაღი იყო ურთიერთობა, იმიტომ რომ მე ის თაობაც ვნახე, ამ თაობასაც ვხედავ და ამ ჩემი საავტორო გადაცემის არ იყო ეს წარსული აწყო მომავალი ზუსტად ეხლა დღეს ზუსტად ის გარკვეული იცით მომავალში მიჩნდება რომ კიდე რა დაიბადება, როცა ესეთი ეხლა როდესაც ჩვენ ეთერში შემოდიხარ და ასე ვთქვათ ნეგატიურ თესავ მერწმუნეთ იქიდან მხოლოდ ეკლიანი მცენარეები თუ გაიზრდება. ეს არ იქნება. ეს არ იქნება ისეთი რომელიც ხლა თუ იმისთვის გინდა რომ ვიღაცამ ეს ნიშანი მოგცეს, ეგრეთ წოდებული ლაიქი გაგიკეთოს, რაღაც გულები დაგიხატოს, იმიტომ რომ უფრო მეტად ნეგატიური ვარ, მე შეიძლება გაგიწბილოთ ჩემი იმედები, ესე სახალხო გეუბნებით ეთერში. ჩემი, ასე ვთქვათ, მუშაობის პერიოდში მე შემიძლია ესეთი დაპირებაც მოგცეთ, რომ ნაკლები ნეგატივი თუ რაღაცა გაქვს სათქმელი, ხალხი ბრძენია უთქვამთ და ეს არ არის რაღაც პოპულისტური საუბარი, თუ რამე შეუძლია ვინმეს და აქვს სათქმელი და აქვს ნეგატიური, შეუძლია უბანში, დიდი ბოდიში, ბირჟაზე, სადღაც ეს ყველაფერი გამოთქვას, ამას თავისი ელექტორატი ეყოლება და მოისმენს, მაგრამ როგორც კი ის ტელევიზიაში შემოადგავს ფეხს, უნდა შეიქმნა სტანდარტი. სტანდარტი უნდა იყოს როგორც დიდი ბოდიშის მოხდით, ეგრეთ წოდებული face control-დან დაწყებული, იმიტომ რომ ძალიან მოდაშია ესეთი ბარბარიზმებით საუბარი, უფრო გასაგებია ალბათ სხვებისთვის. მოწესრიგებული ადამიანი, რომელიც აკადემიური ენით ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისი აზრი. თუ შენ გაქვს დღეს იმის პრეტენზია, რომ ხარ მეცნიერი, ხარ პროფესორი, გაქვს ხარისხები, მეც ხომ აქვს მომხმარებელს, ანუ მსმენელს იმისი მიმღებლობის, უნარი რომ გავიგებ. თუ გასაგებიანით მეტყვი,
და სწორი დიქციით და კაი დიქციით ამას გადმოცემ. ხო, უფრო მეტი მიმღებლობა მექნება, ვიდრე ეს საეთერო დრო. აი, კიდევ ერთხელ ძალიან მორიდებულად ვამბობ, უნდა შეიქმნას რაღაცა ისეთი ნორმა, რასაც ქვია ფსიქოჰიგიენა. არ ვიცი ეს ახლა ყურში როგორ მოხდათ ეს ტერმინი, თუ ეს ფსიქოჰიგიენის ლექსიკა არ იქნება გარკვეული, გნებავთ ბარიერი ჩათვალონ, გნებავთ ცენზურა ჩათვალონ, ხო? ერი ისედაც გადაგვარების გზაზე მიყავს და როცა ახლა მე ცოტა ღრმად ვსწავლობ ასეთ საკითხებს, ენის გადაგვარება, მიმართვის ფორმა, სიტყვის შინაარსის დაკარგვა, ну მეწმინეთ ახლა ადამიანი ამით მეტყველებს და ეს არის მისი ასე ვთქვათ ღვთიური საგანძური, რაც ერმა დაუტოვა და თუ შენ აი ამ მიმართვის ფორმებს გადააგვარებ და ეს ყოველდღიური გახდება, რატო გონიათ რომ ის ნედლი ახალგაზრდა რომელიც აი ამას თუნდაც ყურმოყრულად უყურებს ის რატო არ ჩათვლის ხვალინდელი დღის ნორმათი და ეს ხო არ გამოიწვევს კიდე უარეს დეგრადაციას. ამიტომ ჯერ კიდევ გადარჩენილები ვართ, რომ ამაზე ჩვენ შეგვიძლია და ასეთი გუნდიც ღვთისმადლით გვერდში მყავს, ვინც მე დარწმუნებული ვარ 100%-ით იზიარებს ამ ჩემ ასე ვთქვათ მოსაზრებას და გნებავთ პათოსაც, რომ პირველ რიგში ეს არის ნორმა. დიდი ბოდიში ესე გამიგრძელდა, მაგრამ ეს იმდენად ტკივნეულად მეჩვენება, რომ თავიდანვე ხო გნებავთ ეხლა აქ მომსვლელი ვინც იქნება ეს ტელევიზია არ იქნება სანამ მე აქ ვიქნები და ვიმუშავებ აგრესიის და ესეთი ნეგატივის ფრქვევს. კი ბატონო, კონსტრუქციულად თქვი მოგისმენთ. დღეს შეიძლება შენ ეს თავრობა მოგწონს, ხვალის მოგწონს, ზეგის მოგწონს, შენს ტრანსფორმირებას განიცდი, მაგრამ ის აზრი, რომელიც გენერირდება შენ ცნობიერებას, შეგვიძლია მოწესრიგებულად დაწერო, იმიტომ რომ ჟურნალისტვისაც ძალიან რთულია ესეთი გადახტომა გადმოხტომით გადაცემის გაკეთება, იმანაც უნდა იცოდეს, როდესაც მოდის რესპონდენტი, ჟურნალისტიც ემზადება, რომ სწორი კითხვების დასვას და სწორად გახსნას ეს საკითხი. ну ეს ჩემი ასე ვთქვათ ძალიან გამიგრძელდა ეს საკითხი და ცოტა რაღაცა თუნებას დამთავრდა, პატარა შეჯამებასაც გავაკეთებ. რა თქმა უნდა, მე აუცილებლად უნდა ვთქვა, როდესაც ახალი წელი მოდის, ყველა ულოცავს ურთიერთს ახალ წელიწადს, მაგრამ რატომღაც ავიწყდება ძველი ახალი წელი, რომელმაც აქამდე მოიყვანა ის ადამიანი და ყველაფერი ის რაც სიკეთე მქონდა იმ ძველ ახალ წელიწადში, ის ახალში გადმოდის და იმას ებმევ. ახლა არავინ ვერ გასაზრდა, რომ მაინც და მაინც 31 დეკემბრის 12 საათის შემდეგ რაღაცა იცვლება. ჩვეულებრივი ჯაჭვია ეს, მაგრამ მეც ასე მგონია, რომ ამ ტელევიზიაში თავის მხრებზე ატანა ქალბატონმა მანანამ დიდი ტვირთი, რომელიც ჩემთვის ერთად დავდიოდით, ერთად გადაცემის მომზადებაზე კონსულტაციას გავდიოდი მასთან, რაღაცა რეკვიზიტები ხო ყველა მიცის, რომ ტელევიზია არ არის მარტო მიკროფონი და კამერა, იმას თავის გარემოება ჭირდება და ბევრი ტექნიკური და ასე ვთქვათ იმდენი საკითხებია მოსაგვარებელი, ეს არ არის ესეთი მარტივი ორგანიზმი, საკმაოდ რთული ორგანიზმია. მე მადლობა უნდა გადაუხადო ქალბატონ მანას იმ გავლილი გზისთვის, მე პიროვნულად ძით პატივს ვცემ და არც ამას მალავ, ყველას გასაგებად ვიტყვით, რომ როგორც კი ცოტა ეს ტელევიზია იქნება მზად იმისათვის, რომ უფრო კარგ კომფორტულ გარემოს დააყენებს, მე ვიქნები პირველი, ვინც ქალბატონ მანას დაუძახებ და მე პირადად მაკლია ის გარკვეული ასე ვთქვათ ჩვენანაზე რო ვთქვათ იმ ბადეში ჩასმული მისი შემოქმედებითი გადაცემები, ეს კომპოზიტორი ქალბატონია, მისი ხედვები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ტელევიზია უპირველეს ყოვლისა არის მატარებელი ქართულის. მე ალბათ თავსნებას მივცემ როგორც მხატვარმა და დიზაინერმა გუნდთან ერთად და თქვენთან ერთად ასე ვთქვათ ჩვენ გავაკეთებთ ახალ ბრენდინგი უნდა დავარქვათ ესე ქვია დღესდღეობით, ანუ ლოგო, განახლება, სახე უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა და უნდა განახლდეს, იმიტომ რომ რახან ქართულია ჩემის აზრით, ლათინური ასოებით არ უნდა იყოს გამოსახული მისი ლოგო, ალბათ ქართულ ენაზე უნდა იყოს გაკეთებული და კარგად უნდა ჩანდეს ეს. ამაზე მე როგორც მხატვარი პირობას გაძლევთ, რომ რაღაცა სამუშაოებს ჩავატარებ, შეგახედებთ, მე ჩვენ მაყურებელსაც უნდა ვანახოთ, რომ ვინაიდან ეს გვაქვს იმისი პრეტენზია, რომ ჩვენ უნდა რეაგირებდეთ დღევანდელ საქართველოზე, ხო? ეს არ არის დემაგოგიური ნარატივი. მართლა რაც მანდ ჭირდებათ, ისეთი ტელევიზია უნდა გაკეთდეს. ჩვენ მხრიდან, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ამას მე თვითონ თემასაც მიებმება და ეს ლოგიკურად გაგრძელდება, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომელსაც გვაქვთ დიდი გამოცდილება
და თავიანთი კარიერა გუშინდელი დღიდან არ არის ასე ვთქვათ ათვლილი, მათ აქვთ კაი გამოცდილება, არიან პროფესიონალები, აქვთ კარგი დიქცია, ანალიზის უნარი და ესე სპონტანურად არ აკეთებენ გადაცემას, რომელიც ხანდახან ხშირად მინახავს სხვადასხვა ეთერებში და ჩვენთანაც. ამიტომ ეს იქნება კადრების შერჩევის სწორი პოლიტიკა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ დავდოთ კარგი პროდუქტი, შესაბამისად კარგი პროდუქტის გასაკეთებლად გვჭირდება კარგი ჟურნალისტები. ბოდიშ ვიხდი, კიდე მეტი უტრირებისათვის, გვეყოლება ლილიპუტები, გვექნება ლილიპუტი გადაცემები. შესაბამისად ცოტა უხეშ შედარება, მაგრამ მერწმუნედ გამიგებთ, როგორ გვეყოლება გიგანტები, გვექნება გადაცემა გიგანტებისათვის. ამიტომ ესაც მე მგონი ცოტა ესეთი აქსიომაა და ამაზე არავინ არ იკამათებს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კადრების შერჩევა, სწორი გადაცემების შერჩევა და არა ისეთი გადაცემების, რომელიც შეიძლება ხალხს არ ჭირდება და საეთერო დრო ტყვილა იკარგება, მე ერთხელ კვლევა ჩავატარე, გავაკეთე რამდენი პროგრამაა, რამდენსა აქვს თავისი საინფორმაციო თუ საავტორო გადაცემა და რო გითხრათ სიმართლე, როდესაც სპეციალურად უყურებდი გადაცემებს, შეიძლება მე მეშლება, მაგრამ 80% მე ვნახე მხოლოდ ნეგატივი. აქ იყო გადაცემებში მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთ შეჯიბრობის პრინციპით, ვინ უფრო კარგად იტყო და საქმე რამდენად იყო ცუდად. ეს ცოტა უცნაური ლოგიკაა, მაგრამ ამაში შეჯიბრობა არ ამგონია, რომ რაღაცა ეცეთ უფრო მეტ პესიმისტ და ნიჰილისტს დაუტოვებს ჩვენ ხალხს. თუ გააქვს რამე კარგი და საინტერესო, ნუ დამალავთ. მობძანდით თუ რაღაცას ვერ გავიგებთ, მოგისმენთ კარგად, მოგცემთ საეთერო დროს, ოღონდ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად კონსტრუქციული. დღეს თუ ვინმე სჭირდება ოპოზიცია, არავითარ შემთხვევაში ტოქსიკური ოპოზიცია. ქვების სროლა და ეს ქვეყანას ისედაც უჭირს. თუ რამე სათქმელი გაქვს, კარგად ჩამოაყალიბეთ, მოგისმენთ და სხვასაც გაუზიარებთ თქვენას. ძალიან საინტერესო ის რომ უბრალოდ ვიდრე ქალბატონი დარეჯანი კვარაცხელია შემოგვიერთა, რომელიც არის პროფესიონალი უკვე როგორც იტყვიან სატელევიზიო სივრცის წარმომადგენელი, რომელიც 1 და 2 წელი კი არა აწლეულებია და მე ვფიქრობ რომ თითქმის ყველა ტელევიზიასთან მოუწია მას თანამშრომლობა, ამის თაობაზე მე კიდე ცალკე ვეთქვით, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ ბატონ ალექსანდრე რომ ერთ-ერთი პირველი ვისაც უთხარი რომ აი თქვენთან მუშაობდი ამ საკითხთან დაკავშირებით, ქალბატონი მანანა იმედაძე იყო, მან ძალიან დიდი კეთილი განწყობა გამოხატა მაშინვე იმ თქვენი ურთიერთობები და გაუნდინარე გადაცემა მიყავდათ ეს თავისთავად კარგია. აი ახლა გელათის კონგრესმა სრულად ახალი პრინციპები ჩამოაყალიბა და სასიამოვნოა ზეგან თქვი და გავიმეორებ რომ ასავალ-დასავალმა უკვე ესენი ჩამოაყალიბა, ანუ ჩვენ კონსტრუქციული წინააღმდეგობების შევთავაზეთ ხელისუფლებას. დღესაც მე გადაცემა მაქვს 11 საათზე უკვე Facebook-ზე მექნება, სადაც ვამბობ რომ რა არის სწორი გზა, ციხეები დაჭერა, ლანძღვეგინება თუ და კიდე რა და მე ვამბობ რამდენიმე კონკრეტული რჩევა ხელისუფლებას. ამას მე ტელევიზიითაც გავაჟღერებ, დღეს ძალიან ბევრს შეუძლია ნახოს რა რჩევები იქნება, ეს არ არის მარტო ჩემი სუბიექტური ხედვა, ეს არის ძალიან მით უფრო მეგუშინ ზუგდიდში ვიყავი და დასავლეთ საქართველოში ვიყავი გუშინ ძალიან დიდი პიროვნება და მართლაც კოლორიტული კაცი წავიდა ოთარ ჭითანავა და მე ვალდებულად ჩავთვალე რომ იქ ყოფილიყავი და ვესაუბრე უამრავ ადამიანს და აი ჭირისუფალი დავინახე, აი ჭირისუფალი ზუგდიდი დავინახე. არა მარტო გარდაცვლის მიმართ, ქვეყნის მიმართ. ადამიანები რომლებიც პარტიის წევრები არიან, მაგრამ ისინიც ამბობენ რომ მოდით რა გადავდოთ ეს პარტიულობა, გადავდოთ ეს პარტია, რა დროს პარტია, როგორმე შევძლოთ ამის ისა, როგორც როცა ქუთაისში და თბილისში, გუშინ ქუთაისში ვიყავი და თბილისში ესა ზუგდიდში ერთი და იგივე რამ გავიგონე, წარმოიდგინეთ რა ითქვა, ამაზე მეტი აღარ ჭირდება დამატებით რა თქვა, ქუთაისში მითხრეს რომ აი რაღაც ნახე კარგი იყო აშენებული და ერთმა პიროვნებამ თქვა იქ რომ ერთი რაიმე მაჩვენაო რომელთანაც ხელისუფალი არ იქნება დაკავშირებულია. ჩავედი ზუგდიდში და ანალოგიურად მითხრეს იქაც უკვე ზუსტად სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ ერთნაირ ხუნა მოვიცილოთ ეს ამბავი, ხო უნდა წავიდეს ეს რა, ეს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის საქართველოს ბრძოლა, ხელისუფლების გარეთ უამრავი. აი ახლა აგერ თქვა თქვენ რო გაგიცნობენ ნელ-ნელა, ხوار გიცნობდნენ რა ისე როგორც არის ხალხი ნახავს რომ კი მაგრამ ასეთი კარგი ხალხი თუ გვყავს. რატო გვიჭირს? დარწმუნებული ვარ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ჩვენთან მეცნიერთა კონგრესშია, თქვენ გითქვამთ რომ რა კარგი ყოფილა და სულ არ მეგონაო რაღაც ერთი და იგივე ისინი ვარი. უამრავი ადამიანია ამ ქვეყანაში რომელიც ძალიან პოზიტიური და კარგია. მეცნიერთა კონგრესმა გამოკვეთილად თქვა წინა ამაზე რომ ესე იგი
ვებრძოლოთ ადამიანში უარყოფით დადებითი წინწამოწევის პოზიციებიდან. ქვეყანაში ვებრძოლოთ ნაკლოვანებებს დადებითი წინწამოწევის პოზიციებიდან. ხუმარ შეიძლება ლანძღვა, გინება, ყველაფერი, თანაც არავითარი გამოცდილების არ გააჩნია ადამიანებს და გამოდიან არაფერი არ გაუკეთებიათ. ეხლა თქვენ ამოდენა ესე გამოცდილება 30 წელია გერმანიაში იყავით, გამოცდილება ყველაფერი, თუნდაც აგერ ქალბატონ დარეჯანს რამდენი ტანჯვა წამება და ისა აქვს გადატანელი. ეხლა გუშინიკაც ვეუბნებოდი იმას, რომ ქალბატონი დარეჯანი იწყებს მეთქი ყველა კუთხე კუნჭულის და ისე გაქეს და ისე გამიხარდა ძალიან. რატომ? იმიტომ რომ ეს უბრალოდ არის რა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, უნდა გვიხაროდეს. მე რა ვიღაცას მე არ მოწონო ვარ, მაგრამ მე ვაფასებ მაშინ ძალიან კარგი და რაიმე რომ არის. აი თუნდაც ის გამონათქვამი, რომელიც აქვს მეცნიერთა კონგრესში, მთავარ შეერთობა სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი სიყვარული, მთავარი არის სამშობლო. აქ უნდა ვიყოთ ერთნი. სადავოა, სადაც გინდა პარტიაში იქ იყავი, მაგრამ არ შეიძლება ლანძღვა, არ შეიძლება გინევა, როგორ შეიძლება ადამიანს უწოდო ერთუჯრედიანი ხარ, ამება ხარ, ეხლა აი აგერ ელისო კილაძესთან დაკავშირებით რაღაცით ჩამოყალიბდა, ხო? რა სიტყვებს წერთ ბატონებო? თუ ვინმე ელისო კილაძეს ვინმეს აქვს აი მე სათქმელი ქუთაისიდან არის და მე ვიყავი ყველაფერი ამის ისა, მაგრამ როგორ ვიკადრებ ან კაცები ან ქალბატონები რაებს წერენ ხალხო? რა როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანის დაჭერა? როგორ უნდა მით უფრო ელისო კილაძე რომ იყოს ამ კოლცენტრებში ერთი მარტო და არ იყოს ყველა ამ საქმეში ჩართული. ანუ მე ეს მაგალითი რატომ მოვიტანე, რომ აი შეშფოთებული ვარ რა, რომ აი ადამიანებს როგორ უხარიათ რა ის თქვენ ბრძანეთ წეღან, აი ტოქსიკური. აი ეს არის ტოქსიკური დამოკიდებულება. ვიღაცა იგივე ხალხი, ეხლა იგივე ხალხი გუშინ დაბადების დღე გონდა ბიძინა ევანეშვილზე წერენ მოკლედ სასწაულ სიტყვებს. აი ესე იგი რაღაც წარმოუდგენელი ისინი ბიძინა ევანიშვილს უფრო ებრძვიან ამით ყველაფრით, ვიდრე თქვათ რამეს აკეთებენ, უნდათ რომ აი ესე აქ უნდა ადიდონ და ეს ყველაფერი არის ნელ-ნელა შესაძლებელი და მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პრინციპი თუნდაც რაც გვაქვს ჩვენ რომ ესე იგი აი გვირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გვიკრავდნენ ტაშს. რა არის ახლა ვიდრე ქალბატონი დარეჯანი და მისი მთავარი რაც ჩვენ წარმოადგენთ არაფერი რეორგანიზაცია სამეურნეო საქმე და ის იყოფა ერთმანეთისგან იქნება ვეცოდინება რომ ეს ადამიანები არის რომელიც ტექნიკურ უზრუნველყოფას უკეთებენ არიან ადამიანები რაც ჩვენ წარმოადგენთ და რასაც ვიხილავთ თორე ახლა საბოლოო გადაწყვეტილება როგორიც იქნება თქვენ ხართ თავმჯდომარე და თქვენ წარმოადგენთ ალბათ ბოლოში როცა იქნება მარტის დასაწყისში თქვენ წარმოადგენთ იმას აი რაზე თანხმდებით როგორი მოსაზრებები იყო ხო რა არის ცუდი იმაში რომ აი მაგალითად ახლა პრინციპი რა არის რომან რუარი სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხო დირექტორატია იქ სამი დირექტორი ყავს დირექტორი იმიტომ კი არა რაოდენობრივად სამ დირექტორს ცალკე არავის იმიტომ რომ ეს ფინანსური საკითხია და სამივე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ არავინ არ თქვას მერე და ერთი კაცი ხელში არ იყოს ანუ მექანიზმებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მექანიზმი და მეტი არაფერი ჩვენ გვაქვს რომ აი ვიღაცა მოგვეხმარა ხო რაღაც მე ვალდებული ვარ პირობითად ვამბობ მე რო გავიგე ეს გაუგზავნო სამ კაცს და უთხრა რომ დაურეკეთ თქვენ მადლობა უთხარით ანუ პრინციპია იმისა რომ აქ ერთი თეთრი რაიმე და ბატონი ალექსანდრე რომ მოვიდა თავიდან სწორედ ეს ქონდა მას რომ მე ვიმშავე ისე და ვიყავი ისე რომ აქ ყველაფერი და მე მას ვეუბნები რომ აი სწორედ ამ განწყობით მოდიოდა ყველაფერი თუნდაც რა არის იმაში ცუდი რომ იყოს დაუშვათ სარედაქციო საბჭო ანუ თქვა ცნობილი წარმომადგენლები ჩვენ თხოვეთ ადრეს გითხარით თქვენამდე გქონდა საუბარი ლუგზარ რუხაძეა რა თქვა ტელევიზიაშია მაგრამ ვიცის მან ევროპული ამერიკული ტელევიზია ქართული ტელევიზია საბჭოთა ტელევიზიის სისტემაც იცის აი ასეთი ცნობილი ჟურნალისტი როცა ხავს ქვეყანაში უნდა ეთათბირო ხო არის იქ არჩილ გოგელია არიან იქ პიროვნებები რომლებიც რატო უნდა იყვნენ აი ამ საბჭოში უნდა ვთხოვოთ აი ამ კორიფეებს რომლებსაც შეუძლიათ რომ რაღაცას გამაში ცუდი რა არის ბატონმა ალექსანდრემ თქვა რომ მე დიდი სიამოვნებით სადაც შეიგრებებიან იქ მივალ იქ შევხვდები იქ დაველაპარაკები მოусმენ რაც საინტერესო იქნება და პირიქით გადასარავი რამ გვითხრა რომ პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით შევხვდებიო რომ რასაც გვირჩევენ ისინი მოსახლეობა მიცოდეს ხო კარგი მექანიზმებია რა რომ რაღაც ის აი მე ვთქვა აი როცა ვლაპარაკობთ იმაზე რომ აი ვთქვა აი რასაც პროდიუსერი და ხლა პრინციპში ყველას გონიო რომ გადაცემის ავტორი ვინც არის სხვა ტელევიზიებში ისინი იწვევენ პროდიუსერია ადამიანი რომელიც ხედავს რა ხდება საქართველოში დღეს რა თემა ჯობია იმ თემას ის ირჩევს
პიროვნებებს. ეს არის შემოქმედებითი ნაწილი. ჩვენ ქალბატონმა ანასთან სწორედ ეს საუბარი გქონდა თავის დროზე, რომ ეს არის ყველაზე მთავარი შემოქმედებითი ნაწილი და იყავით ამის პატრონი და დღესაც ვართ ამ განწყობით ისა რომ არ იყოს რაიმე გაურკვევლობა და რაღაც ან ისინი იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი რამე გააკეთა თქვენ ძალეთ და ამაშიც ჩანს თქვენი დიდსულოვნება და რაღაც ისა რომ როგორ კეთილად და კარგად აღნიშნეთ ამის თაობაზე. ყველა ადამიანი რომელიც ახლა დღეს ბატონი ირაკლი მაჭავარიანი უნდა ყოფილიყო მაგრამ რაღაც მომენტების გამო რომ დაასრულა ის საქმე რომ სააქციო საზოგადოება უკვე განახლდა ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა და ნებისმიერ პიროვნება შეუძლია უკვე შეიძინოს აქცია. და უკვე ეს მომენტიც არის რომ ანუ აქციონერის უფლებები დიდია ერთი აქციის მფლობელსაც კი შეუძლია მოვიდეს და გითხრას აქვს რომ იქნება აქციონერის საათი სადაც ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და გითხრას რომ კი ბატონებო მე ერთი აქცია რო შევიძინე და 50 ლარი გადავიხადი ამ აქციაში მე ასეთი ტელევიზია არ მინდა და ესეც უნდა იყოს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემა ბატონ ალექსანდრეს აქვს რომ აი წეგანაც თქვი რომ აი ჰაიდ პარკი ანუ ტელევიზია ქართული ტივის ჰაიდ პარკი ნებისმიერ პიროვნებას ნუ შეიგინებით და ის ილაპარაკეთ კიდე არის რამდენიმე პიროვნება რომელიც ემზადება იმის რომ თქვი რაც გინდა მოვადგებიან და გეტყვი თქვი რაც გინდა არც კითხვას გისვამს არც არაფერი თავისუფალი ხარ ამ არჩევანში თქვი რაც გინდა წავა ეს ყველაფერი უაღრესად კარგმა პიროვნებებმა დღეს თელი პაკეტი მე მოგიმზადეთ ბატონ ალექსანდრე და განმოგეცით რომ ვინც კი აი თქვა მოდიოდნენ ადრე და რაღაცას წერდნენ ყველაფერი ჩამოყალიბებულად ამოვიგეთ გადმოგეცით ჩვენ ეს არის პროფესიონალების გაკეთებული მე ამ იმაზე აღარ ვლაპარაკობ ბევრს კიდე აქ იმიტომ რომ მეურვეთა საბჭო იქნება ტელევიზიის მეგობართა საბჭო იქნება მოვლენ ეს ადამიანები თვეში ერთხელ შეკრება იქნება ყველა ადამიანს აქვს საშუალება ახლა აუცილებელი ზოგი თანხით მიეხმარება არავის არ აქვს უფლება 4%-ზე მეტი იყიდოს წარმოგიდგენია 1 ტრილიონი რო გადაიხადოს არავის არ აქვს უფლება რომ 4%-ზე მეტის მფლობელი გახდეს ამ ტელევიზიას სააქციო საზოგადოება ერთადერთი ტელევიზია საქართველოში არ არსებობს სააქციო ვერ იყიდი ვერცერთი ტელევიზიის აქციას აქ შეიძლება და აქცია რატო არ უნდათ იმიტომ რომ ახლა მაგი გვინდა აქციონერის თავის ტკივილი გვაქვს რომ მოვიდეს და გითხრას არაფერი იმიტომ უნდა იყოს ღიად და ამიტომ ჭირდება ამას განსაკუთრებული მხარდაჭერა რა ვიცი ბატონ ალექსანდრე მე გავაგზავნე თუ არა თქვენი საუბარი მაგრამ ქალბატონი დარეჯანი რაღაცას გვეტყვის კიდე და ქალბატონი დარეჯანი კვარაცხელი ქალბატონი დარეჯანი ჯობია მე წარვადგინო არის ცნობილი პროფესიონალი ქართველი ჟურნალისტი ძალიან დიდი გამოცდილებით სატელევიზიო სივრცეში როგორც მუშაობდა როგორც ქალაქის ისევე რეგიონის ცენტრალურ ტელევიზიებში და ყველაზე მთავარია რომ ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან განათლებული ქალბატონია ჩვენი დღეს ერთობლივი მუშაობის პროდუქტი მას აქვს უდიდესად საინტერესო იდეები რაზეც აბსოლუტურად ვემთხვევით და მე ვფიქრობ რომ ის ყველაზე მთავარი რაც დღეს ქართულ ტელევიზიას ჭირდება იცით მე ეს გამიგია რომ საერთოდ ადამიანს რასახელსაც დაარქმევ ის სახელი მე მას ზრდის კარგია და ჩვენ შემთხვევაში დიდი პასუხისგებლობა გვადებს ხრებზე რამე თუ ჩვენ ტელევიზიას ქვია ქართული ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული რომ ეს ქართული ტელევიზიის სახელი მინიმუმ არ უნდა შევარცხნოთ გისმენთ ქალბატონო დარეჯან მოგესალმებით მივესალმებ მაყურებელს მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის მე გავაგრძელებ თქვენს პათოს და ქალბატონ მანანას მეც ვიცნობდი და მას მინდა მადლობა გადაუხადო და ძალიან გამიხარდება თუ ის ისევ აქტიურად ჩაერთვება ტელევიზიის საქმიანობაში. ყველაზე მთავარი ტელევიზიის მე როგორც ტელევიზიის მუშაკს მგონია რომ უნდა იყოს ყველაზე კარგი პროდუქტი. ტელევიზია თუ გინდა იყოს ყურებადი და გაზეთი კითხვადი, უნდა იყოს კარგი პროდუქტი. კარგ პროდუქტს ქმნის კარგი ჟურნალისტი, კარგი პროდიუსერი, კარგი ხელმძღვანელი და დანარჩენი ასე შემდეგ. ჩემი სურვილია ალბათ მე ჩემს კონკრეტულ რა მინდა გავაკეთო ამაზე სანამ ვისაუბრებ, მინდა თქვა სარედაქციო კოლეგია უნდა იყოს, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს შეაჯამებს ამ კვირაში განვლილ გადაცემებს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ალბათ დაიჯესტი საინფორმაციო დღის განმავლობაში რა მოხდა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, რაც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. მე ალექსანდრეს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ტელევიზია არ არის ტოქსიკური ადამიანების თავშეყრის ადგილი. მისთვის არის სხვა ადგილი და იქ შეიძლება გააგრძელოთ. იმიტომ რომ ამას უყურებენ ბავშვებიც, ახალგაზრდებიც. ჩვენს დროს აი პატარები რო ვიყავი და ერთი ტელევიზია რო იყო, ითქვა აი ტელევიზიით თქვენს და ეს იყო სარწმუნო. იმდენად სარწმუნო იყო, რომ ვერ გადაათქმევინებდი იმ ბავშვს,
სხვა თქვათ აზრს ვერ შეაცვლებინებთ. მე ვისურვებდი რომ ასეთი იყოს ტელევიზია. ახლა მიდის რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მუშაობს აქ. მოვლენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანები თავიანთი პროექტებით და მე ერთ რამეს ვიტყვი რომ აი თითქმის 13 წელი ვიყავი პირველი არხის ჟურნალისტი სამეგრელოში 1993 წლიდან 2006 წლამდე. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო ეს მომენტი. დასავლეთ საქართველოს შეიძლება ვთქვათ რომ ფეხით შემოვიარე და სულ მქონდა სურვილი რომ ცალცაკე აი სოფლებზე გამეკეთებინა გადაცემა. სოფლის სახელი, ტოპონიმიკა, მდინარე, კულტურის ძეგლები, ადამიანი, რომელიც ამ სოფელს წარმოაჩენს თქვათ მთელ სოფლიოში. ძალიან ბევრია ასეთი მთელ საქართველოში. ან ქალი, რომელიც აკეთებს ყველაზე გემრიელ ყველს და როგორ აკეთებს ის ამას. თქვათ თავის სახლში თავისი წესი და რიგით და თავის წინსაფრით და თავის თავსაფრით და ასე შემდეგ. ეს ჩემი ეკლუზივია და არ მოყვარო. ხო, იყოს. ისე ბატონო ალექსანდრე მინდა გითხრა რომ ესე იგი ფეხბურთში ხო ყავს კვარაცხელია, ეხლა სატელევიზიო კვარაცხელია გვეუბნება. კი ბატონო. იცი უფრო ახლობლები არიან. ყველგან ვართ კვარაცხელები. ყველგან ვართ კვარაცხელები და ძალიან საინტერესო იქნება ადამიანებისთვის და მე შეიძლება თქვათ ალბათ აქვე გავაჟღერებ რომ შეიძლება ჩვენ რაც ფილმს გავაკეთებ თქვათ თითო საქართველოში არის 12 რეგიონი ხო 75 რაიონი. ყველაზე შეიძლება ცალცაკე გაკეთდეს და მე ეს წიგნათაც გამოვიდეს ან ბროშურად გამოვიდეს ან PDF ფაილი დაიდოს თქვათ ჩვენს გვერდზე ტელევიზიის გვერდზე და უცხოელს ეცოდინება რომ აი ხა დღეს სად შეიძლება ჩავიდეს და კარგი სიტყვაზე ხაშლამა სად ჭამოს ამ კარგი კულტურის ძეგლი ყველაზე ძველი ძეგლი ყველაზე ძველი ჯვარი რომელიც არის ამოტვიფრული ჩვენს ციხე-გოჯებზე ეკლესიებზე მონასტრებზე საყდრებზე ეს ჩავიდეს და ნახოს. აი ამას სივრცე გვაქვს ძალიან დიდი. ამას ასე ვთქვათ ყველა რეგიონს მოვივლით ჩვენ შესაბამისი ტექნიკით ჩვენიერია კარგია შესაბამისი ოპერატორი და მაგ ერთი სურვილი და ოცნება. ენგურჰესი რომელიც არის აი არ ვიცი ყველაფერია საქართველოსთვის გინდა არსებობის წყარო სინათლე დღეს ენგურჰესის ნაწილი თქვათ მართვის ფარი არის იქეთ კაშხალი არის აქეთ და ისეთი რამეა იქ ისე კარგად არიან შეთანა წყობილი და აი მეგობრებულები ქართველები და აფხაზები და თქვათ სხვა ნაციის ხალხი რომ იმიტომ რომ სინათლე ორივე მხარეს ჭირდება ქართველებსაც აფხაზებსაც ნეტა გადაიდგას ნაბიჯები რომ აი ესე ყველა მიმართ მედიცინა C ჰეპატიტის პროგრამა რომლის ხელმძღვანელი იყო ალერი კვარაცხელია ძალიან ბევრმა აფხაზმაც გაიკეთა ჩაერთო ამ პროგრამაში და დაამარცხა ეს ის ანუ გამახარია სასაურამეებს აკეთებს ამ ქუთაისში კი და ჩემი სურვილი რა მინდა ვთქვა რომ აი ვინც ააშენა ენგურჰესი და ვინც იქ მუშავ დღეს ვინც არიან ცოცხლები აი მე შეხვედრა მინდა მოაწყო კაშხალზე ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვთქვათ ერის და რომელი ხიდი გინდათ გადადოთ და ამით უნდა დავიწყოთ მე მგონი რაღაც ურთიერთშეგებების და ვიცი ყველას ექნება ალბათ გამოცხადდება კონკურსი ყველა ვთქვათ თანამდებობებზე თუ პოზიციებზე ჟურნალისტების დღეს გამოგცხადა 3 იმაზე რომ ვისაც აქვს სურვილი მოვლენა და ჯგუფი იქნება და აი ჩვენ შევხვდები და ყველაზე მთავარი ალექსანდრეს ერთ რამეში კიდე დავეთანხმები არ გამომინდოს რომ ყველაფერში არ ვეთანხმები რა თქმა უნდა ასე ვთქვათ მაგრამ უნდა იყოს თვითცენზურა ეს არ არის შეზღუდვა აი ტელევიზიას თავისუფლება ჟურნალის თავისუფლება არავინ არ გიზღუდავს ნუ გაცდები წითელ ხაზებს ისაუბრე ქართულად გამართულად იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ საბავშვო გადაცემები აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ბაღის თქვა აი როგორ მიდის თქვა ბაღში ბავშვი როგორ ემზადება სკოლაში როგორ მიდიან აი ეს მოსამზადებელი ჯგუფი რო არის ერთწლიანი და ძალიან ბევრი საინტერესო თემებია რომელიც ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ და მე მადლობას გიხდით მოწვევისთვის რომ მეც მექნება საშუალება რომ ჩემი ძველი ასე ვთქვა გამოცდილება გამოვიყენო ამ ტელევიზიაში და მიხარია რომ ამ ტელევიზიას ქვია ქართული მე ვფიქრობ დანაშაულიც კი იქნება რომ ის დაგროვილი რესურსი რომელიც ჩვენ წარსულშია ზუსტად ამ წარსულის საძირკველზე დგას ჩვენი არწყო და შესაბამისად აქვე უნდა შეიქმნას ჩვენი მომავალი ამიტომ ცალსახად თუ რამე რესურს ვნახავთ ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია რომ რაღაცა აი ამ საქმეში თავისი თანადგომა გამოაჩინოს აი ოღონდ საქმეში რა თქმა უნდა ახლა ეს შორიდან იცით უკვე მივეჩვიეთ ესე დაპირებებს საქმეში ვისაც რა შეუძლია იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი თანამშრომლობა უნდა შედგეს ჩვენსა და რეგიონებს შორის მოწყვეტილია ეს ხალხი ძალიან დიდი თანამშრომლობა უნდა შეხვდეს აი როგორ გითხრათ გული მიმძიმდება როდესაც აი ორგანიზმიდან სისხლის წვეთად იცლება ეს თითოეული ემიგრანტი რომელიც გადის ხო ჩვენგან ამიტომ
მაქსიმალურად ეხლა ტელევიზია ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს არ არის მონგებიანი და რაღაც მეწველი ზრუქის ხო ეს არ არის ბიზნესი ეს აბსოლუტურად სხვა სფერო ეს უფრო სოციალური მე უფრო ვიტყოდი სოციალური თერაპიის უფრო ადგილია რითაც შეიძლება ვისაც ჯერ კიდევ ძალა შესწევს და თლადგონება არ დაბინდებია რომ ეს ეგრეთ წოდებული თერაპიის საშუალებით მოახდინოს ამ გულების მოთბობა და ურთიერთდაკავშირება თორე იცით რა იქნება აი ჩემ წინა გადაცემაში ყოს რაღაცა სუფრა გაიშლება ყველაფერი დაალაგდება მაგრამ სავარძლები იქნება цаრიელი სტუმარი აღარ დარჩება ვინც უნდა მოვიდეს ვისაც ეს სტუმარს მასპინძლობა დაავიწყდება ის ურთიერთობა დაავიწყდება და ყველას ექნება ერთი ესეთი პლასმასის ნაჭერი რომელიც თელი დღე იქნება ამას ჭახეთილი მაშინ ადამიანის დაკარგავს თავის ფუნქციას და აღარ ვლაპარაკობ ქართველობაზე და მაღალ მატერიებზე სორწანამ თუ უბრალოდ ბატონ ალექსანდრე თქვენ გეკნებათ ბოლოს სიტყვა მე მხოლოდ 2 წუთს პარლამენტში ვიტყვი რა თქმა უნდა აქ საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემები იქნება მე ჩვენებს ყველას ვეუბნები აი მეცნიერთა კონგრესში როცა ვიგრიბებით ვეუბნები ერთ ასეთ რამეს რომ აი ამ ძიმელ ანძღვას და გინებას ჯობია რომ ხალხთან მივიდეთ და ისეთი პროგრამები წარმოადგინოთ ხალხმა ხელისუფლებას უნდა უთხრას თუ თქვენ ამას არ აკეთებთ რა გვინდებ ხართ მაშინ აი ეს გზა აირჩია ახლა მეცნიერთა კონგრესმა ანუ ჩვენ გამოგვაქვს ჩვენი პროგრამები ეს მასავალ დასავალმა ბატონმა ლაშანდარიშვილმა ძალიან დაუჭირა მხარი იგივე გააკეთა რეზონანსმა უკვე იგივე რამდენიმე გაზეთი აპირებს მე უბრალოდ მწვენია რომ ყველა გაზეთი ამ იმას არ აყვა მაგრამ არ აუშავს ჩვენი ყველა გადაცემა იქნება ორიენტირებული იმაზე რომ როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოს მომავალს და ეს წინადადებები როცა გვექნება აი მაშინ ხალხი იტყვის იმას რომ კი მაგრამ კაცო თუ ასეთი რამ შეიძლება პენსიის გაორმაგება ასეთი წესით შეიძლება თუ ძველი ხელხასპასების დაბრუნება ასე შეიძლება თუ განათლების რეფორმა ასე შეიძლება და ქუთაისში მისაღები გამოცდების გარეშე იყო და ჩვენ ვაფინანსებდით და ჩვენ მაშინ კი რატო არ შეიძლება საქართველოში რო გაკეთდეს და ასე შემდგომ და ეგუში როცა მივდიოდი იმერეთი გავიარე სამეგრელო გავიარე და უყურებდი სამეგრელოს ეზოებს და ხედავდი როგორ კოხტა კოპწია ძალიან ბევრი ეზო და ფიქრობდი რომ როდესაც ჩვენ მივდიოდით პარიზში ქუთაისის დღეები რო ტარდებოდა 96 წელში მაშინ ჩავატარეთ ოტიოსელიანი იყო თავმჯდომარე ჩავატარეთ ეზოების კონკურსი ვის ექნებოდა და 10 კარგი მეპატრონე წავიყვანეთ იმაში და უშინ ფიქრობდი რომ უყურე და ცხელები წამოვიდა ისეთი კარგი სახლი ეზო სიბდენად დიდრული სახლი კი არა მაგრამ ეზოა ისე გაკეთებული რომ გაგინათდება ესე იგი ექსკურსიაზე რომ მიიყვანო ადამიანი ხო მე ვიფიქრე რომ აი ტელევიზიას მე თვითონ ჩაუდგები მეთქი სათავეში ძალიან ცნობილი ადამიანებისო თელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ეზო რეგიონების მიხედვით რო გავაკეთო გამოქვეყნდეს ანუ გაცოცხლდეს უნდა ეს ქვეყანა არ გვინდა ეს ლაძღვა გინება ხალხო არავის არ უნდა ეს ხელისუფლება შეუძლია გადადგას ნაბიჯი ისეთი რომ შეარიგოს ეს ქვეყანა ჩვენ იმას კი არ ვამბობთ რომ აი თქვა ვისთანაც არ გინდადან ერთენაზე ვილაპარაკოთ მაგრამ რომ მიდიხარ ხელისუფალი ტრიბუნასთან და იწყებ ოპოზიციის ლანძღვას ოპოზიცია მივა ტრიბუნასთან და იწყებს ხელისუფლების ლანძღვას ეს უკვე დამთავრებული ეს წარსულია უკვე ეს ანაქრონიზმია უკვე აბა ყველას ვეუბნებით რომ მოდით აი ჩვენი პროგრამა რომელიც არის გამოქვეყნებული იქ მიწერია რომ მოდით ხალხო რა მოდით მომავლის საქართველო გააკეთეთ ხელისუფლებამ 1 საათიანი მოხსენება, როგორ ხედავთ? გააკეთოს მეცნიერებათა აკადემიამ, გააკეთოს მეცნიერთა კონგრესი, ჩავატაროთ ეს სპორტ სასახლეში, ყველა მეცნიერი, დოქტორი, დოქტორანტი, ყველანი მოვიწვიოთ, ინტელიგენციის წარმომადგენლები მოვიწვიოთ, სოფლის გამგებლით დაწყებული პრემიერ-მინისტრით, პრეზიდენტით მოვიწვიოთ, ადგილობრივი დეპუტატით დაწყებული საქართველოს პარლამენტის წევრებით მოვიწვიოთ, დავждეთ ამ დარბაზში და ვთქვათ, რომ დავაწეროთ უკადრო სიყვარული აგვამაღლებს, იყოს ეს რუსთაველის იმით, რა გვაქვს საჩხუბარი ამ პატარა ქვეყანაში, როდესაც ვიცით, რომ თუ ჩვენ ერთმანეთთან ენას მოვძებნით, ეს ქვეყანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. გამოვიტანოთ და იყოს ეს პირდაპირი გადაცემით და თელმა საქართველოს დაინახოს. თქვათ აი ახლა დღეს მე მაგალითი რომ მოვიყვანე, როგორ შეიძლება და როდესაც მე მქონდა გადაცემა ყოველ ორშაბათს 2 საათზე პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, პრესკონფერენცია, აკრედიტაციის გარეშე, პირდაპირი გადაცემით და ბოლო შეკითხვამდე. დამთავრდა ჟურნალისტებს არაფერი არ მათქმევინეს, გააკეთეთ რა ხელისუფლების წარმომადგენლობა. როდესაც მე პასუხობდი ყოველ პარასკევს ადვილი იყო 3-4 საათი, ვინც მირეკავდა ტელეფონს და ჟურნალისტები არ იჯერებდნენ. როგი და იქ დაინახეს რომ როცა რეკავდა ადამიანი, მეც მაშინ ვიგებდი და ხალხიც მაშინ იგებდა ამას ყველაფერს. გავაკეთოთ რა ისეთი რამე რომ ხალხსა და იმას შორის ხალხში გუშინ მე რასაც იმერეთში და სამეგრელოში ადამიანებს უსმენდი,
ხელისუფლების და ხალხის მოსაზრებები აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა დავაახლოვოთ. კი. მე ერთ რამეს დავამატებდი, მადლობას გიხდით სამეგრელოს თბილად მოხსენებისთვის, იმიტომ რომ ჩემი სული და გული და ჩემი სასაუბრი რამეები ნახე გუშინდაც კარგი ჩემი ერთი რამე რომ მე ძალიან მინდა ოდების თემაც წამოვწიო, ოდების სუნი და გემო. ოდები რაჭაშიც არის, იმერეთშიც არის, სამეგრელოშიც არის და აი საოცარი რაღაცა ჩვენი წინაპრები საცხოვრობდნენ მარანი, თქვათ აი კომბინაცია ქვის, აგურის და ხის და ვაზის ჯიშები და ძალიან ბევრი რამეა სალაპარაკო და ერთ რამეს ვიტყვი ალექსანდრე და დავემშვიდობები მაყურებელს ემიგრაცია. თუ ჩემი ტკივილიც არის. ძალიან ბევრი ქალი, კაცი, ბავშვი წასულია უცხოეთში და ჩვენ აქ ესე საინტერესო თქვათ გადაცემებით ვიქნება ძალიან ბევრი ჟურნალისტიც არის წასული და სიამოვნებით მოვიდოდა თუ აქ ტელევიზიაში იქნებოდა მისთვის თქვათ კარი ღია და მე მჯერა რომ კარგი ასე თქვათ თავისუფალი მოდი ასე ვთქვათ ჟურნალისტებისთვის ამ ტელევიზიის კარი ღია. მოდით ჩვენი ფორმატი დავიცვათ, ყველაფერი დასაზრულია ამ სამყაროში და შემაჯამებელი ორ სიტყვაში ვიტყვი. ისეთი კაი ასოციაციები თქვით, ეს მდილოც რაღაცა როგორც ხატურის თვალში, ასე თითქოს ეს გაცოცხლდა. მოდით ესე გავაკეთოთ. ამ სივრცეში, ამ მწვანემდელოზე ჩვენ არა გვაქვს fashion რაღაც აშენებული მარმაილოში ჩასმული ტელევიზია, მაგრამ გვაქვს კარგი ჯამთელი ოდა. არის კარგი მწვანემდელო და ჩემი სურვილი იქნება აქ ჩვენ დავდგავთ თეთრალამს, რომელიც დამარცხების კი არ იქნება. არამედ შერიგების და ერის გამარჯვებისათვის სიწმინდის. კი ბატონო და სისპეტაკის. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მაყურებელო. მე ვფიქრობ, რომ ტელევიზია ხალხისათვის და არა ხალხია ტელევიზიისათვის. ეს იქნება ჩემი მთავარი პრინციპი. გემშვიდობებით, მოვალ შეხვედრამდე, მშვიდობას გისურვებთ. მადლობა, მშვიდობებით. დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო. კარგი იყო.